never slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. I don't ever slow up, no I don't. ასუმს მენელო და მაყურებელო. დღეს ისევ აღძლებთ მოგზაურობას ძველი თბილისის ქუჩებში იოსებ გრიშაშვილთან ერთად. წინა ნაწილი, პირველი ნაწილი უკვე ალბათ მოისმინეთ, ეს არის თბილისური ტრადიციის კრივის ისტორია, რომელიც ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა. ეს ვაგრძელებთ მეორე ნაწილს, ეს არის კრივი უკვე სალდასტის კრივთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ეს არის უმუშტო კრივი. უცნაური ეს კრივი მეც მეგონა სულ რომ ეს უნდა ყოფილიყო რინგზე, მაგრამ სალდასტის კრივი ეს არის, არ ვიცი, ფაქტიურად სამხედრო მანევრები არის. უფრო მაგას ვადარებ, საკმაოდ ისეთი სასტიკი წესებით, ესე იგი აქ ორ ჯგუფად იყოფოდა თბილისი ფაქტიურად, მაშინდელი რომელიც ბევრად პატარა იყო, ვიდრე დღეს არის და ხდებოდა შურდულებითა და ანუ ქვასის როდენ და ხის ხვლებით. დაიყოფოდნენ ესე ორ ჯგუფად და სტრატეგია, ეს 1 საათი, 2 საათი კი აგრძელდებოდა, რამდენი გრძელდებოდა ალბათ რამოდენიმე დღე, იმიტომ რომ აქ არის, აი ჩვენ ნახავთ, დავცხოვაროთ ლიტერატურაში, ლიტერატურული მასალები ძალიან ცოტა გვაქვს. რაც არის ერთადერთი მწირი მორგონება, ეს არის იოსებ ბებუთოვის მემუარები 1864 წლის. ბებუთოვი წერს: ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ, ქვემოუბნის ბავშვებმა. მე გადავხდი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვებით სროლა. კამარზედ მე კიდე ხის ხმალი და მარცხენა მხარეზე საფრად ნაბადი მქონდა. ახლო რომ მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვევდნენ ერთმანეთს. ერთი გამბედავი ყმაწვილი დახვდა ჩემს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისგან. უეცრად მოვარდა ჩემთან, ჩვენ შევეტაკენით და დაუწყეთ ერთმანეთს ხვლებით სემა. ჩემი მოკიშპე დავჭერი, მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი. ხედავთ როგორი ის არის, ფაქტიურად სისხლამდე მიდის ეს კრივი. მე დავრჩი როგორც მაყურებელი. დაძლევა და ჯობნა არც ერთ მხარეს არ ეტყობოდა. ჩვენებმა ჩუმად შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარის გარს შემოსავლელად. ესე იგი ღამეც კი მიდიოდა ეს ორთაბრძოლა. თითქმის 6 ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები გასულიყო ორშაბათს და ასე 12 საათზე გადმოშვებოდა სლოვაკის მთას და მოსწოლოდა მტერს. ესე იგი არა მარტო კვირაზე ორშაბათსაც და ესე გზელდებოდა თურმე, ხო? ამასთანავე მთაზე ოქროყანიდან დაწყებული, ჯერ გეოგრაფია ნახეთ, ხო? ოქროყანა, სლოვაკია, ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ხო? ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა. ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი 1000-ობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს. ესე იგი, რამდენი ხალხი იღებდა მონაწილეობას 1000-ობით თუ აქ წერია. ყველგან გაცხარებული შეტაკება იყო. მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ ამხანაგები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა. ბრძოლა გაგრძელდა თითქმის 1 საათს და ქვემოუბნელებმა მოახერხეს მაინც ნახევარი მთის დაკავება და ნაბდებით თავს იფარავდნენ შურდულის ქვებისაგან, რომელიც ზუზუნით მოდიოდა. უეცრად საშინელი ყვირილი მოისმა. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეგობრებს. მეგობრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღვებში. აი აქ მინდა გავჩერდე რა, ერთ სამს. ესე იგი, ელექტრონისებური ნაპერწკლის, ანუ დენის დარტყმის შეგრძნება 1864 წელს ბებუთოვს განცდილი ჰქონია. აი უცნაური რა არის, იცით? ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ასე ვთქვათ, ვლადიმერ ილიჩ ლენინის ნატურამდე ჩვენ ელექტროენერგია არ ჰქონია. ესე იგი, რაღაცა უკვე ალტერნატიულად უყურებ, იმიტომ რომ ძველ ნაწარმოებებს ახლა რო ვკითხულობ, ხო, ადრე ესე უყურებდი უფრო რომანტიულად და რაღაც არ ვაქცევდი ეგეთ ნიუანსებს ყურადღებას, ხო? რომ უკვე სხვა კუთხით ალტერნატიული თვალსაზრისით წავიკითხოთ ხოლმე რაღაცები. ერთხელ მახსოვს, მაშინ ბუნებისმეტყველო სოფლიო ფონდში მუშაობდი, ეკოლოგი მაშინ და ერთი კაცი მოვიდა, ძალიან საინტერესო კაცი იყო, თავიდან ცოტა ისე შევხედე და ეგეთი რაღაცა მითხრა, რომ ეფრის ტაოსანშიო. მეო ამოვიწერეო, ის ფრინველებიო, რაც კი იქ არის მოხსენიებულიო და გაირკვევა რომ ძალიან ბევრი ფრინველია მოხსენიებული და იქნება გავაკეთოთ პროექტი ამ ფრინველებიდანო რამდენია დარჩენილიო ჩვენთან და რამდენი გადაშენდა და რამდენი სახეობა იქნება რამე შემორჩა თუ არა. ხო და მაშინ ცოტა იყოს გამეცინა რა. ესე იგი რის თქმა მინდა ამით რომ აი უკვე სხვანაირად უნდა შევხედოთ წიგნებს, რომელიც შეიძლება 10 ჯერ კონდეს წაკითხული. აი უამრავი კუთხით შეიძლება რაღაცების აღმოჩენა რა. და მინდა აღნიშნო რომ საინტერესო ის არის რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ პირველი ელექტროსადგური შენდა
20 წლებში მაშინ ესე იგი ხო? ეს ხო ზაჰესი, ნუ მოგეხსენებათ სადაც არის თბილისის შემოსასვლელში შემჩნეული გექნებათ. და საინტერესო კიდე ის არის, რომ კურირებდა ამ მშენებლობას საერთ მელიორაციას და ჰიდროენერგეტიკას, ყველასთვის ცნობილი პაოლო იაშვილი, ცისფერყანწელი, ხო მოგეხსენებათ. ფოტოშოპში შეგიძლიათ ნახოთ თუ დეტალურად გაინტერესებთ მისი მოღვაწეობა და მისი ცხოვრება. ჩემს არხზე დევს ფილმი პაოლო იაშვილი. ავიც გადახედეთ. საინტერესო რაღაცებია იქაც ისეთი ნიუანსები, რომ ალბათ შეიძლება ბევრი რამ არ იცოდეთ კიდევაც. მოკლედ ესე იგი ელექტროენერგია გავიარეთ. რომ მაშინ არსებობდა, ხო? მერტი კითხვა მაქვს კიდე ფუნიკლეორის აგრეგატი ეს დიზელზე მუშაობდა, არა, ელექტროენერგიაზე მუშაობდა, ხო? არ არის მასალები მაგას დაკავშირებით, რომ იქ ამ სხვა ენერგიაზე შეიძლებოდა ემუშაო. აი, გავაგრძელოთ რა. კრივის წესით ხმალდახმალ შეტაკებაში ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემო უბნელები შესუსტდნენ და უკუიქცნენ. ქვემო უბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისკენ. ხშირად ეს ფიზიკური ვარჯიშობა, ეს მუშტის ქუხილი, თავდებოდა ფიზიკური დასახიჭრებითაც. კრივის მეორე დღეს ბლომად იყვნენ ხოლმე თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპირ დამტვრეულები. თუმცა შურდულები პატარა ზომისა იყო და ხმლებით ხის, მაგრამ მაინც საშინელი და დაუზოგავი ხდებოდა ეს უმუშტო კრივი. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ ცხვირპირის დამტვრევას სულაც არ მოსდევდა ბოროტი გრძნობები და ხშირად ასე ფიზიკურად დასახიჭრებულნი, ნიშნად შერიგებისა სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად დროს ატარებდნენ. სალდასტის კრივი მთავარმართებელ ბარიათინსკის დროს სამუდამოდ აიგრძალა. დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც 70-იან წლებამდე გასტანა. ამ გვიანობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქგარეთ იმართებოდა, პოლიციის ზედამხედველობით თავისი წესები ჰქონდა გამომუშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგალითაცია ჰქონია, ვისაც შემოკრავდა მორჩა ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან როგორც ამბობენ, ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ იგი აღარ იკრივებდა. მაგრამ როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირველი ამასაც გვერდს უხვევდნენ. ხელის მოწერად რჩებოდა და მუშტის კრივსაც მოხვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს. ეგ წანის სასაფლაოზე ყოფილა ერთი საფლავი, რომელზეც არის ეგეთი ეპიტაფია. გულში ქვამომხვდა მეცა ზარები, თავს დამეხვივნენ ტოლინ ჯარები, ჩამომატარეს ციხის კარები, საწყალ დედაჩემს შერჩეს გონება, ყველა მაღირზე თითო ცხონება. ეგეთი ტრაგიკული ამბებიც ხდებოდა. ძალიან საინტერესო სახელები ჰქვიათ, სხვათა შორის რაც შემორჩა მოკრივეებს ამ ფალავნებს რა, აი რამოდენიმეს ახლა გაგაცნობთ. აი მაგას შერმაზანა, საათო, თავარმართებლის ციციანოვის ფალავანი, უშუალოდ ციციანოვი მფარველობდა ამ ფალავანს. ფაქტობრივად UFC-სთან გვაქვს საქმე მაშინდელ რა. ხარფუხელი მკალავი ლეკუა, ოქრომჭედელი თაფანა, დებუტანტ გიგა ლობჟაინზე ყოფილა გვარად. ყასაბი გულუაშვილი, ცხრაფეხანთ გოლა, გამხდარი სიმონა გოცირიძე ყოფილა გვარად, ლეჰენცკანთ ავეტიკა ლენჩიაშვილი, ბაბამ სირქია, ჭონი კვინიხა, არჩილ მუხრანბატონის ფალავანი, ჭედელი სია, ჩუღურეთელი თეთრახალუხა, წითელ ფუფაკა ყოლა, მეჩანგლე ლობიანა, ეს ყოფილა გრიგოლ ორბელიანის, თვით გრიგოლ ორბელიანის ფალავანი, თოქმაჩი გულაზა, აწმინდელი კომშუა, ჭიანუა, პაჭუა, ღორუა, გიჟუა, დათიკო მელქისედეკ ბებუთოვის ფალავანი, ევის მოგონებასაც ვკითხულობდით ეხა ამ კრივთან დაკავშირებით. ყასაბი ჟირნაშვილი, ნიკოლა ცაცანაშვილი, გიჟმიხაკა, ბოშოხანეზა საინტერესოა, მიკიტანი გრიშა, მამულოვი ყოფილა გვარად, დაბალი ლოხოშა, დაბალი პეტუა, დაბალი ბეჯინა, ბაყალა გომფუა, განჯელი ალია, არქასტუ ყოლა, ასასი ბუჟუჟა, უკიელი ვირიცოხნიაშვილი, ქარაფქანდოღა, დინგრ სოლომონაშვილი, ეს წინაზე შეგვხვდა, დინგრ სოლომონაშვილი, საინტერესო სახელია. და სხვაები ყოფილან კიდე დარჩენი. ეს მე-19 საუკუნის შემორჩა, 1-2 სახელი და მე-18-ის უკვე არ ვიცით. აი ესეთი საინტერესო სახელები და ზედმეტ სახელები გვიებიათ ჩვენს ფალავნებს. დღეს ანუ კრივის ისტორია ამით დავამთავრეთ და შემდეგი უკვე იქნება ამ ქართან დაკავშირებული მოგზაურობა თბილისის ისტორიულ ქუჩებში, ესე ვთქვათ, წარსულში. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა
ილაიქებთ და გთხოვთ, რომ იქნებ გამოიწეროთ არხი, ძალიან დამავალებთ. დროებით.